აქვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად. პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის ამ ლექსის სულისკვეთება მაძლევდა იმის შეგნებას, რომ ყოველთვის ჩემი შესაფერისი ხალხის ნავსაყუდელში ვყოფილიყავი და აიპატონებო. ხშირად მოვდივარ კათალღში, სათნოების სახლში, ნოსტალგიის თეატრის მსახიობების რეპეტიციაზე, სადაც ღიმილიანი რეჟისორი, სულის ჩამდგმელი ბატონი ილია ნიშნიანიძე გველოდება. მისი წყალობით ვესწრები რეპეტიციებს. ჩემი მეგობრის ნაირა ქევხიშვილის მეშვეობით კი ვცდილობ ფილმი ჩანახატი გადავიღო. სახლის ნება, კატის ნავილი, გადაძახილი არის ამის რაღაცა თუ სადმე ავიჭერ მე არ შემოხვედრია და თუ არის იცით რა არის აი როგორია მაგალითად შედის ჭიხვილი თეთის ხარული ყველაფერია ეს და შეიძლება იყოს იქ სადმე ურმულის გამარჯობა ბატონო ილია. გამარჯობა თუ გესალმებით. როგორ ბრძანდებით? დიდი მადლობა. მადლობა. თქვენ როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობთ, კარგად. გილოცავთ ახალ სცენაზე დაბრუნებას, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. და იმედი მაქვს, რომ ახალი შემოქმედებითი ღონისძიებებით იქნებით დატვირთული და დაგავებული. დიდი მადლობა. ვეცდები ყველანაირად.
ბატონო ილია, მეტად მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობა და მაინტერესებს კათარზისში როგორ მოხდით და როგორ მიმდინარეობს აი აქ დღევანდელ დღეს 2005 წელს მოვედი აქ. აქ მაშინ დავდგით პიესა, პირველი პიესა იყო ეს ხანუმა. სხვათა შორის ძალიან კარგად ჩაიარა. ჩემამდე აქ ერთი ახალგაზრდა კურსელი გოგო იყო თეატრალური ინსტიტუტიდან და ის შეცვალე მე და მას ჰქონდა დაწყებული ეს ხანუმა გავუშვეთ სპექტაკლი და შემდეგ უკვე მე გავაახლეთ, ჩემებურად გავაკეთე ყველაფერი და ესეთი პირველი ნათლობა იყო ხანუმა სპექტაკლით დავიწყეთ. და მაგის შემდეგ უკვე მოყვა რა ვიცი, უამრავი ერისთავის სპექტაკლები დავდით, შემდეგ გიტა ბუაჩიძის დიდი დრამატურგის პიესები დავდით. დაწყებული, რა ვიცი, ოიმბაზები, ძუნწი, თუ რა ვიცი, მრავალი. რაც შეეხება დავით გოგიაშვილის შემოქმედებას, მასაც შევეყრებული მერას წერას, სამანიშვილის დედიდაცვალე დავდით იქიდან და სხვა მრავალი სპექტაკლები, რომელიც ძალიან სხვათა შორის კარგად გავაკეთეთ. და უნდა ითქვას, რომ დიდი მადლობა მინდა ჩვენი ადმინისტრაციას გადაუხადო იმისათვის, რომ ყველანაირად ხელი შემიწყვეს აი ამ თეატრისა და სცენის მოწყობაში, ყველაფერში, თუ კი რაიმე დამჭირვრებია, დეკორაციები, მუსიკები, ყველანაირად. მაშინ თავიდან, როდესაც მოვედი აქ, იყო ორივერი ფიცარი მარტო დადებული აქ, მაგრამ დღეს ახლა ხედავთ, რომ უკვე სცენა მთლიანად შემოსილია ფარდებით, პადუგებით და ყველაფრით. გახოვანება გვაქვს წყინვალესი და სკამების ძველი სკამები იყო აქ და ეხლა უკვე ხედავთ თუ როგორ ეს არის რა ქვია ახალი სავარძლები გაკეთებული. ასე რომ ყველანაირად ხელი შემიწვეს და მეც სხვათა შორის ძალსა და ენერგიას არ ვიშურებ იმაში, რომ გაკეთებული კონცერტი თუ სპექტაკლი იყოს ძალიან მაღალ დონეზე და კარგად. ჩიდვნები შემომსხედარან ხეზე დაღელეში ჩახატულანერკა შენ მოვათვიზე გამწრალი ხარა ჩემზე მე გიმუდამ შენთან ყოფნა მინდა შენ მოვათვიზე გამწრალი ხარა ჩემზე მე გიმუდამ შენთან ყოფნა მინდა აიგურა ქალის გულივი მალე წამოვაწვიმა დადგეში ზემო იმერე აზნაურივი მიგონანცება ბილიგი დღეში ზემო იმერე და ერთი გოგო არიბნევდა განგებღილე იგნება ხლა აგვასურწევს თუ ალბრიალა შვილი შვილე იგნება ხლა აგვასურწევს თუ შვილი შვილი
Dardama idrayoma Tkuars romamdani umghere Rada gishava rionama Tkuars romamdani umghere Rada gishava ამიტომ მე წინასწარ თქვენი თანხლები დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რომლებიც არიან წვალობენ და მღერიან, მუშაობენ და ამას დასახულება უნდა და ყველას უნივერსალურად ჩვენს მონაწილეებს ვინც გამოვაჩვენეთ. დიდი მადლობა. აი, რასაც თქვენ ხედავთ ახლა, სცენა ახალი გვაქვს, კულისები ალბათ რაღაცა გასაკეთებელი გვაქვს და ალბათ გააკეთებენ. ამ წელში მაინც იმ წელში თუ არა. და ჩვენ ახლა ვიწყებთ თვით შემოქმედებით ატარაკ ლამას კონცერტს, რომელიც ძალიან იშვიათად გაჟღერებულა თქვენთან. აი თქვენს წინაშე არიან ახლა ბერი კაცი, ასეთი ჩვენთან ჯგუფი არის ასამი. ბერი კაცი, ხო შეგვეფერება? ბერი კაცი. ხო, სანამ ბერი კაცი თვითონ სიმღერას დავამუშავებდით, მანამდე ახლა თქვენ მოსიგეთ და მოისმინეთ ჩვენი ხმები. გამოგვადგება თუ არა ბერი კაცის შესრულებისას. გთხოვთ, ახლა შენ ბიჭო ანაგურელო შეგისურვეთ, გადავინაცვლოთ კახეთში და გადავხედოთ სიღდაღი და მთლიანად ერთ ალაზანს. გთხოვთ. Ah
თითქმის სისტემატიურად და რა ხდება იცით ხანდაზმულებში იწებნება ისეთი მსახიობების, მომღერლების, მიუხედავად ჩვენთან 70 წელს გადაცილებულები არიან ყველანი. ზოგი მარჯანიშვილის თეატრის ყოფილი მსახიობი იყო ჩემთან ლევან პაპიძე და რომელი ერთი ჩამოვთვალო. და ეხლა უკვე ამჟამად უკვე ისეთი პლიადა შემომივიდა მთლიანად აი ამ თვითშემოქმედებაში კატარზისში, რომ ძალიან დიდი მადლობელი ვარ. თქვენი სახით აქ მომღერალთა ჯგუფი მყავს, გოგონების ახლა ბრწყინვალე მომღერლები მყავს, გიტარაზე დავკრელები მყავს, ასე რომ ძალიან კარგი. ახლა მაგალითად ასე ვიტყოდი, რომ თითქმის კულმინაციას აღწევს აქ თვითშემოქმედებითი მონაწილეები ისეთი დონესა მყავს. შესაბამისად პროგრამას ალბათ თვითონ გამომდინარე მე ძალიან მიადვილდება ეხლა უკვე პროგრამის გაკეთება, იმიტომ რომ ერთი ჩვენება არ მოსმენად უკვე ჩასწორებებს ვაკეთებ და უკვე ყველაფერი კარგად არის. ამიტომ ძალიან ეხლა მით უმეტეს რამოდენიმე დღის უკან იყო მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე და ჩავატარეთ გარეთ ეზოში ძალიან დიდი ღონისძიება და დიდი მადლობა რა ვიცი ყველას თვითონ ჩვენი პრეზიდენტი გვესწრებოდა და დიდი მადლობა გადავიხადეს იმისათვის მთლიანად მეც და მთელ დას ისეთი კარგი პროგრამა წარმოადგინეთ. მე უნდა გითხრათ რომ ბატონმა ზაურმა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადა თქვენ, პირადად მე მითხრა, არაჩვეულებრივი პროგრამა იყო, ძალიან მოგვეწონა თქვენი ნომერი და ეს პატარა ბავშვიც ძალიან მომეწონა და ძალიან გამიხარდა, დიდი მადლობა ბატონო. სწორია, აუცილებლად არ შეიძლებოდა რომ შეუმჩნეველი დარჩეს მაყურებლისათვის დღევანდელი ჩვენი ძალიან გამიხარდა რომ აი ეს ხაზგასმით თქვა რომ დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა თქვენ დაუღალავი შრომით, ენერგიით მუშაობთ თითოეულ ადამიანთან ძალიან რთულია. თითქოს არ არის ისე მარტივი, მაგრამ ძალიან რთულია თვითონ ადამიანს მიუდგეთ, დაელაპარაკოს, გაიზიაროთ მისი აზრი, რაღაცა წყენაც აქვთ. პატარა ბავშვები ვით ალბათ იქით მივდივართ, ხო წლოვადება რო გვემატება, ზოგი გაიბუტება, ზოგს რაღაცა უხარი აქვს, ზოგს რაღაცა სწის და აი როგორ ახერხებთ ყველაფერს ამას რომ დააბალანსოთ და თქვენი წენა არ გამოჩნდეს ისე როგორც მათი. იცით რა არის? ეს არ არის ფილარმონია და რაღაც ისეთი ისა. ეს არის კათარზისი ხანდაზმულთა სახლი, რომლებიც ქალაქში მთლიანად 400-მდე ჩვენ ბენეფიციარი გვყავს აქ და ამათ ხანდაზმულები არიან 80-90 წლის ხალხი გვყავს, 90 წელს გადაბიჯებული ხალხია. ეხლა მათთან რა თქმა უნდა მუშაობა ძნელია, მაგრამ რამდენადაც ძნელია, იმდენად მეტი უფრო საინტერესოა მათთან მუშაობა. კი, რა თქმა უნდა, მჭირდება უფრო მეტი და მეტი მუშაობა, მაგრამ მე რაღაცათო ჩადებული მაქვს 20 წლის განმავლობაში, რაც ეხლა აქ მუშაობ 20 წელია, რომ მოხუცებულებს, ხანდაზმულებს აქ შემოსულს, ახლა ჩვენ 80 კაცი გვესწრება დაახლოებით ხანდახან 100 კაცის გვესწრება ჩვენ მეც ვერ იტევს ჩვენი დარბაზი და აი მათ თვალებს რო ვხედავ, იცით ძალიან მიხარია რომ საათია თუ საათნახევარი თუ 2 საათი სცენიდან მათ ავიწყდებათ თავიანთი წარსული ხანდაზმულებს, რა თქმა უნდა ზოგს პრობლემები აქვს, საჭიროება აქვს ოჯახში, ზოგი უსახკაროდ არის და ასე შემდეგ, მაინც ყველაფერს ვაკეთებ რომ თვითონ ისინიც ხელს მიწყობენ, იცით, აი ტაშით რო გვაჯილდოვებენ სცენაზე ჩვენს მსახიობებს თუ მომღერლებს, ეს ჩემი სტიმულია და ამიტომ გამომდინარე უფრო მეც და მეც ვცდილობ რომ უფრო მეტი მივიტანო სიყვარული და სიამოვნება მივანიჭო ჩვენს ხანდაზმულებს.
მადლობა ბატონო ელია, დიდხანს იცოცხლეთ ჯანმრთელობას გისურვებთ და მაინტერესებს კიდევ ახალი რა გაქვთ გეგმაში, რა უნდა დაამუშავოთ. რა თქმა უნდა, გეგმები მომავალი ძალიან ბევრი მაქვს. ეხლა ვემზადებით გულახდილად რომ ვითხრათ, ჩვენი კათარზისის ინიციატივაა, რომ რესპუბლიკაში ჩატარდეს ყოველ წლის 5 იანვარს იმედის არხი ტელევიზია ძალიან ხარში გვიდგას და გვეხმარება, რომ გავაშუქოთ სუპერ ბებია, სუპერ ბაბუის ეს შოუ. მთელი რესპუბლიკის მასშტაბით კეთდება. აგზავნიან რაიონები თითო წარმომადგენელს და მე ჩვენი მიდან დაახლოებით 5, 6, 7, 8 მონაწილე უნდა მოვაგზავნოთ, რომ გავიდეთ და აი ამაზე ახლა ჩემი მთლიანი თელი ყურადღება გადატანილი, მაგრამ
ვერ გამოვტოვებ იმასაც, რომ თვეში 2 ღონისძიება ისედაც უნდა მივცეთ, როდესაც სპონსორები კათარზისით თქვენ კარგად იცით, რომ ეს სახელმწიფო დაქვემდებარება არ არის, არ მოაფინანსებს, ეს თვითშემოსავალზეა და ამიტომ სპონსორები მხავს თბილისში უამრავი, რომლებიც მოდიან და გვესწრებიან თვითონ ისინიც და ისეთ არის ძალიან უადვილდებათ ჩვენთან მუშაობაზე მეჯერები რომ არიან, რომ კათარზისი ასე სათანადო დონეზე დგას, თვითშემოქმედება და საერთოდ ეხლა ლაპარაკი ზედმეტია როგორ ემსახურებიან და რას არ უკეთებენ ამ მოხუცებულებს, ექიმია თუ შახმატია თუ რა ვიცი, ვარჯიშია თუ ყველაფერს აკეთებენ ემსახურებით. და კიდე ერთი რამ არის, იცით, ძალიან მინდა რომ აი ეს ნოსტალგიის თეატრს მიენიჭოს სახელწოდება კულტურის სამინისტრო, ნოსტალგიის თეატრი უკვე შეიტანოს ნუსხაში საერთოდ ამ თეატრებისა. ეს ჩვენ ძალიან დიდ სტიმულს მოგცემს, რა თქმა უნდა, მარჯანიშვილის თეატრშიდაც შეგვიტარებია სპექტაკლი, მოზარდ მაყურებელთა თეატრში და ამიტომ თუ კი გავცდებით ამ ფარგლებს ჩვენი თეატრით და დავანახებთ საქართველოს თუ კათარზისი რას წარმოადგენს და რა არის, ძალიან კარგი იქნება. მიტომ ვთხოვულობ მე რომ სკოლებში გავიდეთ. ახალგაზრდებს უნდა ბოდიშით უნდა შევაყვაროთ ხანდაზმულები, ყველა ოჯახში ხანდაზმულია, ბებია, ბაბუა, დედა, მამა. ამიტომ ამ პატარებთან, როდესაც ჩვენ მივდივართ და ჩვენ მათ აუხსნით, რომ აი ჩვენ ვართ ხანდაზმულები, ჩვენ ვართ მოხუცებულები. ამიტომ პატივისცემა, ყურადღება მეტი დათმობა ხალხაზმულებისადმი, ოჯახში თუ გარეთ, თუ სადაც ტრანსპორტში, თუ სადაც არ უნდა იყოს, აი ეს მიგვაქვს ჩვენ და ეს მიამაყება, რომ აი ჩვენ ეს საქართველოში კათარზის საბრძოლების სახლები და ესენი ვერცერთი ვერ შეედრება და ამიტომ მინდა უფრო და მეტი სახელი და ავტორიტეტი გავუკეთოთ ამ. ამიტომ მე წინასწარ თქვენი თანხლები დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რომლებიც არიან წვალობენ და მღერიან, მუშაობენ და ამას დასახულება უნდა. და ყველას მივესალმოთ ჩვენს მონაწილეებს, ვინც გამოვაჩვენა. დიდი მადლობა. წერლობა მხოლოდ მიჩქმალური გმირობის გამოსარჩლებაა და სხვა არაფერი. წერდა დიდი კონსტანტინე გამსახურდია. მეც ვეცადე მიჩქმალური ამბავი მომეთხრო თქვენზე. რამდენად გამომივიდა, ეს თქვენ შეაფასეთ, ბატონებო.
Very much.